წელს კახეთის მთავარ მოვლენას გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი 11 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მე-9-ად ეწყობა, ტრადიციულად სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლა დადუღებული თუ წყლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატარონ დრო. მეც თემის შესახებ ჩვენი სტუმარი გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორი შოთა ნატროშვილი გვიამბობს, რომელიც ახლა სტუდიაში შემოგვიერთდება. დილა მშვიდობის, მოგესალმებით, მიხარია რომ ამბასადორი ანუ ელჩი. კი ბატონო, ელჩი, ქართულად უფრო ლამაზად ჟღერს. ფესტივალის, რომელსაც მოდით დავიწყოთ საუბარი ფესტივალის შესახებ, რომ მეტი რომ მოგვიყვეთ და რა გამოარჩევს ამ ფესტივალს, რომ ასეთ უნიკალურ გამოცდილებად იქცევა ხოლმე სტუმრებისთვის თუ მონაწილეებისთვის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი ფესტივალი ყოველთვიანი მიზანია ყოველთვის ნათლად წარმოვაჩინოთ ქართული ღვინო, როგორც მსოფლიო მეღვინეობის ათვლის წერტილი და ხაზი გავუსვათ გურჯაანს, როგორც ქართული მეღვინეობის მამოძრავებელ ძალას. და ჩვენ ფესტივალზე ყოველთვის შეხვდებით თბილ მეგობრულ გარემოსალას, თქვენც ხართ ნამყოფი. გურჯაანი მამოძრავებელი ძალა, ესე იგი, როგორც კი, რა თქმა უნდა. გურჯაანი ზოგადად ჩვენს მუნიციპალიტეტში არის ყველაზე დიდი რაოდენობა მეღვინეობების, ვენახების ფართობი, ადგილწარმოშობის ღვინოები, ასე რომ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგადად გურჯაანი ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზი ქალაქია და დიდი მოკითხვა ჩვენგან. მოდით გითხარით, როგორია აი ინტერესი, იმიტომ რომ ერთია რომ ეს ისტორიული ტრადიცია არსებობს, მაგრამ თანამედროვეობაში როგორი ეფექტი მიიღო ყველაფერმა ამან. ზოგადად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება და წელსაც სხვათა შორის უცვლელი ადგილი გურჯაანის ქალაქში ახტალის პარკი. ყოველწლიურად იმატებს ინტერესი, თუნდაც შარშან 30000-ზე მეტი მნახველი ყავდა. აღსაყრდნიშნავია რომ ამ მნახველების რაოდენობიდან საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო საერთაშორისო სტუმრებიც. საკმაოდ ხშირად მესმის ის ფაქტი, რომ ტურისტები სპეციალურად არჩევენ ამ თარიღს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური შანსი ერთ სივრცეში, ერთ დღეს გაეცნო ქართული კულტურის არა მარტო ღვინის ნაწილს, არამედ ასევე ცეკვას, სიმღერას, გასტრონომიას, ასე რომ მე გურჯაანის ყველა წმინდაშიც ახვიდე და ნახო და რამდენი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი ამ დღეს? ზოგადად იცით რომ ქართული მეღვინეობა საკმაოდ დიდარია სახეობების 525 ჯიში გვაქვს და სხვათა შორის ამას ეხმიანება ჩვენი სლოგანიც, ასე ვთქვათ, ქართული ღვინის მრავალხმიანობა. ამ სლოგანით ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა თუ რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი ღვინის სამყარო. ჩვენ გვაქვს 30-ზე მეტი ადგილწარმოშობის ღვინო, 525 ჯიში უამრავი მეღვინეობა, რომელიც საკმაოდ ინდივიდუალურია, უნიკალურია. თუმცა მათი ერთობა ქმნის ასეთ ჰარმონიას, რომელიც ჩვენ პოლიფონიაში ესე გაფიოს გამოიხატება და ამით რაღაც ხაზი გვინდოდა ამისთვის გაგვესვა. ამბასადორის სუფრაზე რომელ ღვინოს ვამბობთ? ელჩი, რატო ეძახი ამბასადორს? და იყოს ელჩი. ასევე რომ ღვინის ელჩი ამ ხიხს. კი, ხიხი ჩემი ყველაზე საყვარელი ჯიში არის. კი ბატონო, საკითხი კიდევ. ვიცი რომ ქართული ქვევრის ღვინო იუნესკომ აღიარა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. 2013-ში. 2013-ში მოხდა. აი ამას როგორ ეხმარება თქვა თქვენ ეს ფესტივალი? რა განსაკუთრებული ადგილი აქვს? ყოველთვის მრავალად არის წარმოჩენილი ჩვენთან ქვევრის ღვინო, ასევე ეწყობა უამრავი ღონისძიება და აქტივობა, სადაც ხაზს უსვავთ მის მნიშვნელობას. წელს ასევე მე წავუძღვები ღვინის და კერძების შეხამების მასტერკლასს, სადაც ვისაუბრებ თუ როგორ შეიძლება ღვინის ზოგადად ჩვენ ვფიქრობთ რომ რადგან ქვევრის ღვინო არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, ჩვენ მას მივიჩნევთ როგორც ჩვეულებრივ პროდუქტს, რომელსაც ინგრედიენტს, რომელიც შეიძლება გასტრონომიაში გამოიყენო. თუმცა ისიც ხაზგასასმელია, რომ ეს უცხოელებისთვის წარმოადგენს საკმაოდ დიდ ეგზოტიკას. აი ყოველთვის მე მაქვს საერთაშორისო ბაზებთან ურთიერთობა და ყოველთვის მეკითხებიან, აი რას გავს ქვევრის ღვინო, რას გავს ქართული ღვინოები, აი სოვინიონ ბლანს გავს თუ შარდონეს. ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის უნიკალური პროდუქტი. არაფერს არ გავს. არაფერს არ გავს, მაგრამ ეს ასევე როგორც დიდი შესაძლებლობა, ასევე ქმნის რაღაც წინაღობებს ურთიერთობაში და
ზუსტად ესეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავუხსნათ უცხოელ სტუმრებს, თუ როგორ უნდა მოიხმარონ ქვევრის ღვინო, რა კერძებთან უნდა შეუხამონ, რა ტემპერატურაზე უნდა დალიონ და ასე შემდეგ. მაგალითად, აი როგორ რაღაც არის ისე, ჩვენ რა თქმა უნდა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ქვეყანა 8000 წლიანი ღვინის ქვეყანა არის, თქვენ ეგრე საუბრობთ, რომ მრავალხმიანობა ღვინის და ამდენი ჯიში და ეს არის მატერიალური აი სიმდიდრე, რასაც დავუშვათ იგივე იუნესკო იცავს, ხო? დღეს მეღვინეები რამდენად არის ფუფუნება, რომ ზუსტად იმ პრინციპით, როგორც ეს მოდიოდა საუკუნეების განმავლობაში წინაპრები რაღაცა ის რაც გემოვნურ თვისებებს განსაზღვრავდა, ხო? საუკუნეების განმავლობაში რაც გამორჩეულს ხდიდა ქართულ ღვინოს. დღეს რამდენად ხდება ამის დაცვა? ისეთ ქვევრის ღვინო საკმაოდ მრავლად არის, როგორც თქვი, წარმოადგენილი რეგიონიდან რეგიონში ეს განსხვავდება თან. თუმცა ეს უკვე თვითონ მეღვინეზეა დამოკიდებული და თვითონ მარანზე, რომელ სტილს მიყვება. არის მეღვინეები, რომლებიც ფეხდაფეხ მიყვებიან ტრადიციებს და ინარჩუნებენ იმ სტილს, არიან მეღვინეები, რომლებიც უფრო ადაპტირებულ ვერსიებსაც წარმოგვიდგენენ, რომელსაც უფრო მომხმარებელთან მარტივად მისაღებია მომხმარებლისთვის, ასე რომ ეს მრავალფეროვნება ყოველთვის ანუ ესე შეიძლება ეს დაიყოს, ეს არის მაგალითად კომერციისთვის ღვინო და ეს არის ის რაც იდენტობაა. ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად თუ ქართულ მეღვინეობაში წარმოებლები მოусმენენ მომხმარებელს და არის ადგილები, სადაც საჭირო არის ტრადიციული ადათ-წესა მამაპაპური ქართული ღვინოები და არის ბაზრები და ადგილები ქართული კულტურით. დიახ, და არის ადგილები, სადაც საჭიროა უფრო ადაპტირებული, როგორც თქვი, ადაპტირებული ვერსიები, შეიძლება უფრო მსუბუქი, შეიძლება უფრო სხვა ჯიშები. ეს სულ მაინტერესებს ხოლმე, აი თქვენ მეღვინეები, ხო? აი რას რომელს უწოდებთ ქალის ღვინოს? ქალის ღვინოს? ხო, აი ეს ქალების დასალებია, მე ხშირად გამიგია, მაგრამ აღარ მახსოვს ზოგი. ყველა ღვინო შეუძლია მე არა, აი ქალების ქალბატონების ღვინო. იცით როგორ არის? ქრიალა ხო იყო ერთი პერიოდი. ის როგორ არის რომ დაცხრიალებული ყავ. ხანდახან ზოგიერთი ქალი ისეთი ბუნება აქვს რომ გასაგებია, კარგი ესე ძიმე ღვინოსაც. კი, ჩემი თქვა გინდოდა რომ თამადა ქალების ვინახავს. თამადა ქალების ღვინოებია ჩემს ძალიან უყვარს თამადობა ასე. ბატონო ელჩო, ეხლა რადგან ელჩი ბრძანდებით ამ საქმისზე, მოდით უფრო მეტი ვილაპარაკოთ თქვენ მეტნაკლებად შეხვეთ უცხოელებს და უცხოელების ინტერესს და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქვეყნის არის რომ აი ეს კულტურა რაც შეიძლება მეტად გავაცნოთ უცხო სამყაროს. ერთი რამდენად ინტერესია და უფრო მაინტერესებს ინფორმაცია თუ გაქვთ სტატისტიკური. აღმოსავლეთ ევროპა, აზია, ამერიკის შეერთებული შტატები, სად არის უფრო მეტი ინტერესი და სად უფრო მეტი ახსნა განმარტება გიწევთ იმის არაზეც თქვით რომ აი უნდათ გაიგო რა არის ვთქვათ ქვევრის ღვინო. ზოგადად მე უცხოურ ბაზრებზე მუშაობ როგორც კომერციულ დატვირთვით და საკმაოდ ხშირი შეხება მაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან და მე ვიტყოდი რომ ჩვენი როგორც ქვეყნის პრიორიტეტი ბაზრები ყოველთვის იყო და იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, აზია. ზოგადად აზიაში თანდათან იყიდებს ფერს ღვინო. კი, გეთანხმებით. ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში საკმაოდ ხშირი ვიზიტები გვაქვს და ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით ჩემს საქმეში კულტურული ფონი ქვეყნის და თუ როგორ სადაც მიდიხარ იქ უნდა ადაპტირდე და ხო ასეთ დროს რომელია უფრო მნიშვნელოვანი ისტორია რომელსაც ღვინოზე ყვები თუ გემოვნური თვისება იმიტომ რომ ღვინოს ხომ მისი ისტორია გასცემს პირველ რიგში მე ვიტყოდი რომ ისტორია პირველ რიგში ისტორია იმიტომ რომ პირველ რიგში ან თან საკმაოდ გაჯერებული ბაზარია საერთაშორისო ბაზარი მრავალი ღვინით და პირველ რიგში ყურადღებას იქცევ შენი ისტორიით, შენი ამბით და შემდეგ უკვე როდესაც დაინტერესებულები არიან უკვე ღვინოზე გადადის. და აი რომ მოდის ფესტივალზე, აი ფესტივალის ეფექტიც ალბათ დიდია, ხო? ფესტივალის ეფექტი უზარმაზარი არის, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც დავდივარ საერთაშორისო გამოფენებზე, იქ გვაქვს დახლი და ღვინო. მაგრამ აქ გვაქვს ასევე კულტურული ფონი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ზოგადად ქართულ კულტურას სჭირდება სრული შეცნობა, მე ვფიქრობ, განსაკუთრებით უცხოელებისთვის, რომელიც ასე ახლოს არ არიან ამ ჩვენ კულტურასთან. შესაბამისად, ჩვენი გასტრონომია, რომელიც აუცილებლად მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო არის გასტრონომიული ღვინო.
როდესაც ქართულ ღვინოს ვსვავთ, იქ ყოველთვის უნდა იყოს კერძი. და თუ ქართული კერძი იქნება, მით უკეთეს. კი ბატონო, სწორედ ამ თემაზე მინდა და უფრო კარგად რო განგვიმარტოთ, როგორ ხდება შერწყმა ამ კერძების, ქართული ტრადიციული კერძებისა და ღვინის აი ფესტივალის ფარგლებში. ფესტივალის ფარგლებში ხოლმე აი თქვა სტუმრებს რომ გააცნოთ, როგორ ხდება ეს პროცესი რომ მოგვიყვეთ უფრო სხვათა შორის ხშირად თავად მეღვინეებსაც მოაქვთ გარკვეული კერძები ან მარტივი კერძები, რომელსაც მაგიდაზე დევს და ეხმარებიან სტუმრებს რომ დააგემონონ ერთად. აი წელს როგორც თქვი, აი მეც ჩავერთვები ამ პროცესში, გვექნება პანელი, სადაც უშუალოდ ვისაუბრებ თუ დეტალურად თუ რა ღვინო რასთან უნდა მივირთვათ, განსაკუთრებით ქვევრის ღვინოზე ხას გაუსვა როგორ უნდა მივირთვათ. კერძების გარდა უკვე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის მიღების ტემპერატურა და მრავალი ფაქტორი, რაც შემდეგ უფრო მარტივად მისაღებს და მიმზიდველს ხდის. ასევე ფესტივალზე. აი ვისთვის ქმნის კიდე შესაძლებლობებს ეს ფესტივალი გარდა ვთქვათ მეღვინეების აი რა თქმა უნდა ანუ ფესტივალზე წარმოდგენილია გარდა ღვინის ჩვენი გასტრონომიული კულტურის ელემენტები, ასევე ხელნაკეთი ნივთები, მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ მე ვთქვი რომ 30000 სტუმარი ყავდა შარშან. რეგიონში ესეთი ინტენსივობისა დატვირთვის ფესტივალს პრეცედენტი არ აქვს საქართველოში და უპრეცედენტოა ეს. თუნდაც ის რომ ჩვენ შაბათ დღეს გვეგმავთ ამ ფესტივალს, ეს საკმაოდ სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომ გავახანგრძლივოთ სტუმრების დარჩენა რეგიონში და ამით წავიხმაროთ რეგიონის განვითარებას და ტურიზმს. წარმატებები გურჯაანელებს მადლობა ვიკითხეს და ფესტივალსაც დიდი წარმატება. ყველა სტუმრებს, ტურისტებს და დიდი მადლობა. დარწმუნებული ვართ ისეთივე წარმატებული იქნება როგორც ყოველ წელს.